შემოვიდა ივანე დავით რექტორთან ოთახში და ხედავს, რომ ეს პატიოსანი კაცი ძალზით მოსილი ზის უჭირავს ხელში დაბორკილი კატა, თავის საყვარელი კატა. ფეხებში თაბალა ჰქონდა გაბმული ეს ჯოხია, რომელთაც პორკავენ დამნაშავეებს და იმათ და სცემს და ეუბნება, რომ კიდე ჩაიდენ უმსგავსობაზე, კიდე ჩაიდენ უმსგავსობაზე. ეს რო დაინახა ივანემ გაახსენდა თავისი ბიჭობა. დიდი ხნის წინანდელი ამბავი არ იყო, მაგრამ მაინც ვაი, ამ სემინარიაში ჩემი ფეხებიც ასე იყო. ამწვარი ხოლმე გამაბამდენამ თაბალას და მცემდნენ და მოგეხსენებათ მაშინ. ყველაფერზე იყო, რა ქვია, ცემა სასწავლებლებში, რა ქვია და ესეთ ფიზიკური დასჯა. ამ ხმაზე მოიხედა დავით რექტორ შეშირება. რა სულივით შემოხვედი უხმაუროთ ერთი კარის ყვან გამიგონია. ჩამოსხდენ თქვათ აქ რა მოგიყვანა ჩემო მოწაფეო და აი ღვინოზე ვარო კახეთშიო ეს უკვდავი ამბავია მოგეხსენებათ და თქვენც რჩევა მინდა გკითხოთ და სინამდვილეში კიდე მოსიყვარული მოუნდოდა რა თქმა უნდა. რათაც ცემთ მაგ გადასვნა. როგორ ათავცემ თევს მპარავს. მე რო თევს დამალეთო კატის თემას რა ჭკუააქო კატამ არაო მაგის მოვალეობა არის რომ თაგვები დაიჭიროს. თუ არა გყავთ თაგვი როგორ დაიჭერს თაგვს და შეერი არ იქნება. არა შენ არაფერი გესმის. მე მოყვრენ მეცნიერულ ლაპარაკს. ივანემ თქვა რომ მართალია ხო იცო კატაო გინდა გამაძღარი იყოს თუ თაგვი ნახა სადმეო ისეთი ანტიპათია აქვს მაგის რომ აუცილებლად მოინადირებს რა. მე ილაპარაკეს ამ ანტიპათიას. ანტიპათია არის ბერძნული ლექსი, რომელიც ნიშნავს სიზუღვისა ერთის ნივთისას მეორისადმი. წინააღმდეგ და ითქმის გონებით, რაგვარიცა ბუნებით, ეგრეთვე ზნეობითად. საუბრობენ ამას და ხედავს ივანე რომ ვერ არის დავით რექტორი ხასიათზე და თან ეს ახლა ბაკ მოსხმული რა ქვია ეს ძველებული მოსასხამე და ქალებისაც კაცებისაც აქვია და ეს თალხია შავი სამგლოვია რა მოგივიდაო მოძღვარო რა რითი რათა ხარ დამგლოვიარებული ცოლი მომიკვდავ და მოხვა ტირილს ჩემი საყვარელი ცოლი ჩემი ძვირფასი ცოლი დიდი ცრემლით იტირა დიდი ცრემლით და შეწუხებ ჩემი დამტირებელი აღარ ამყავსო რა აღარ ვქნა ახლა ხმალაძის ქალი ყოფილიყო დავით რექტორის ცოლი და ის კი არაო აიო ზივარო და სულ ამაზე ვფიქრობ და წერილი მივწერე ჩემ ცოლის ძმას გოგია ხმალაძეს რა არის მიყვარდა ჩემი ცოლი და როგორ მიყვარდა და ეს წერილი თორემ უბეშია ამოიღო და დაუწყო კითხვა მართლა გულსაკლავი წერილია და აღსარებითი და კაცი თავის თავს იმცირებს რა ქვია და აღარ თელ თავის გამოვალობას ჩივის სხვადასხვა ამის მერე დავით რექტორის რექტორობა იქ თელავში დიდხანს არ გაგრძელებულა სხვა მიზეზებიც ჰქონდა მაგრამ ამ კაცის ესეთი რა ქვია განადგურება და ის მაინც აშკარა იყო ივანემ ახლა რა უნდა ქნას ასეთ დროს კაცმა უნდა გაამხნევოს კაცი და თქვენ ხო მეცნიერი კაცი ხართ ხო ცხოვრების ამდენი რამე იცით როგორ შეიძლება კაცმა თავის თავზე ასეთი რამეები თქვასო თუნდაც ესე ცოლზე გლოვიარო მე კიდევ მორწმუნე კაციც ახართო და იცით ორი ცოლი კიდე გერგებათ თქვენ ცხოვრება არ დამთავრებულა ამან აუკრა ხელი რაზე მელაპარაკი ორ მელაპარაკი აქვს ამ დროს შემოვიდა სიმონა მდივანი დავით რექტორის დივანი და დაინახა რომ ამას უჭირავს ეს წერილი ხელში და აღარ დამთავრდა ეს ამბავი ამ სემინარიაში ვინც კი ვინმე შემოვა ამოიღებს და უკითხავს ამ წერილს თუ ასეთი მგლოვი არ იყავდა თუ ასე გიყვარდა გვერდზე ყოლოდაო ის ქალი რო ალთას ცხოვრობდა შენ ბალთას ცხოვრობდა რექტორმა რო გაიგო ეთყობა ეს მოსმენილი ქონდა ეს სიტყვა ასე აწყნარებდა ეს თავისი მდივანი და შემოიგლიჯა ეს მოსასხამი და გავარდა გვერდით ოთახში და იქიდან ლანძღავდა ამას ივანემ ძლივს ჩაამშვიდა და სიმონამაც თქვა რომ მოდიო რა ახშამე რაღაცნაირად და დასხდნენ ახშმად და ახლა სიმონამ მდივანს ცოტა უნდა რომ თვითონაც მეცნიერებაზე რაღაცა ესა და დაუწყო ივანეს გამოკითხვა კითხა ფილოსოფიის შესახებ ეს ლოგიკის შესახებ რაღაცები და ივანემაც რაც შეეძლო უამბო ესენი ახლა რომ ახშმაც ხედან და იქ ზურავა ხო გარეთ ყავს ამას დატოვებული არ შემოიყვანა მაინც აბა გასაგებია რომ მაგის ენის გამო არ შემოიყვანა ხო თან კიდე კაი არ შემოიყვანა რომ ეს მგლოვი არის მაგრამ იმ ზურავას გაუგია გარეთ ეს რექტორი მგლოვი არის და შემოვარდა თქვენ ვაგო ვახშმობთო და მე კიდე გარეთ ვარ ამდენი ხანი გელოდებიო კაცო შევშფოთდიო ვინ ახლა შენო დავით რექტორმა მოთხა მე ვარ ამის ლალაო ამის ლალა არის თვალყურის მგდები მომვლელი პატრონი რა ის ყველაფერი არის
დამადგინაო რა ქვათახების მონასტრის წინამძღვარმა რომ ამ კაცს მივხედო იმიტომ რომ ეხლა ამდენ ხარ ვარ გამოვიდა მე ვიფიქრეო სადმე ქალებს ყوار გაეთამაშა აქ რომ შემოვიდა ისა ვაიმეო ივანე ამას რო ამბობ ხალხი რა სიტყვის ხალხმა რა უნდა თქო ხალხი ეტყვის დიაკვანი ქალებს მიიპარაო ეს ვინ მოიყვანეო ამ დავით რექტორმა ვინ არის ეს კაცი საიდან შემოვიდა რა ვინა ვარ და ესა ვარ რა ქვია მე ძვირს რო ამბობ ადამიანზე როგორ შეიძლება იცი რა შენი ამბავიც ვიცი ამ ზურაბ ამოთხა შენ ვერ ხარ კაი მგლოვი არაო ეს რაღაცები შემოგიხვევი არაფერი არ არის დადიანი იყო ნამდვილი მგლოვი არაო ერთი დადიანი ეს დადიანის ამბავი იქვე აქ ივანე ბატონიშვილს აღწერს რომ ცოლი მოუკვდაო და მეტად იგლოვა 3 წელი იგლოვაო ისე რომ აი საჭმასაც არ ჭამდა და ბოლოს რაღაც ცერცვის შეჭამადი გაუკეთესო და ამას ჭამდაო და ერთი რა ქვია მარცვალი ცერცვი პირში გადაუგორდა ეს ნიშნავს რომ გემო იგრძნო ისე ჭამდა და დააგდო ეს კოვზიო და მე ასე უნდა ვილხენდეო და ჩემი ცოლი იქუნა ესეთი მგლოვი არ ხარ შენ ახლა რა გეტყობა ამას გააგიზდა ეს კაცი თვითონ მართლა მგლოვი არის მართლა შეწუხებული გააგდეთ და როგორც იყო გაიყვანა ეს ამან გარდა ეს გიჟი კაციო რო დაგხავს აქეთ იქით ამან ესე იგი შენს გიჟი ხარო სხვანაირად არ გამოდა რა ვქნაო მართლაო გამომაყოლაო იმანო რა ქვია წინამძღვარმაო და ასე დავდივართო მე ტვირთი 1000 მოკლედ ხვალ არის გამოცდები იწყებაო მოწაფეების გამოცდები დავით რექტორმა უთხრა და მოდი ხვალდილითო დაესწარი ამ გამოცდასო და გამოსცადებ ბავშვები შენ ცოდნაო ძალიან გამოგვადგებაო და ამ სიტყვებზე დაშორდენ გამოვიდა ეხა მაგას თელავში ბინის პოვნა არ გაუჭირდებოდა და წავიდა რახან დავითმა თხოვა ივანე მეორე დილითაც მივიდა სემინარიაში და გამოცდასაც დაესწრო ისეთი აწყობილი რაღაც საუნივერსიტეტო რიტუალი იყო ლოცვით მაგიდების გაწყობით მოწაფეების გამოკითხვით ყველაფერს იქ ანახა სხვათა შორის თავისი მოგვარე დიდი სწავლული კაცი თელაველი ნიკოლაოს ხელაშვილის და გააბეს ლაპარაკი გრამატიკაზე ათქმა გრამატიკა ბერძნული ლექსია ნიშნავს მწიგნობრობასა არისტოტელე საზღვრავს ესრეთ გრამატიკა არის ცნობა ვითარცა წერისა ექსაქად უწყება წარკითხულისა და იგი არის ყოველთა ხელოვნებათა საფუძველი ვირღილია საზღვრავს ესრეთ გრამატიკა არის უძვირფასესი თითქმის სხვათა ყოველთა თავისუფლებათა ხელოვნებათა მეცნიერებათა ზედა ხოლო ჩვენ საზღვრავთ ესეგვარ გრამატიკა არის შემძლებლობა მართლუბნობა და წესიერად წერად რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ვიცით რომ არც ერთი ერი არ არსებობს გრამატიკის გარეშე და მაშინაც სწავლობ ქართველები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და ამის სახელმძღვანელოებს ადგენდნენ და იყო მთელი ამბავი ამაზე სტუდენტებს უნდა ცოდნოდათ ეს ყველაფერი სამწუხარო ამ ამბავში ის იყო რომ ეს იყო ბოლო გამოცდები თელავის სემინარიის და სემინარი იმავე წელიწადს დაიხურა ასე წერია ჩვენ ისტორიაში რა თქმა უნდა არა რა ქვია კალმასობის ამბავში არა და სემინარი რო გაიხსნა ძალიან დიდი სიხარული და ინტერესი იყო რა ქვია დოსითეოს ჩერქეზიშვილმა ნეკრესელმა ეპისკოპოსმა დამსახურებულმა ხნოვანმა კაცმა მოღვაწემ საეკლესიო სამეცნიერო არითაკილა და მოვიდა და სემინარიაში პატარა ბიჭებთან ერთად დაჯდა რომ ცოდნა უნდა გავიღრმაო ასეთი ხალხი იყო ასეთი მოწადინების და იმის მერე გაიხსნა სხვა სემინარები ის უკვე სხვა რამე იყო იქიდან ძირთად რევოლუციონერები გამოდიოდნენ და ესე იყო ეს საღამო ჟამს როგორც იყო ნეკრესის მონასტერში ამოაღწიეს ივანემ და ზურაბამ ახლა წინამძღვარმა მალევე მიიღო სხვა ზაქარია წინამძღვარი იყო ხო და საიდან ახარო და ქვათახევიდან ვარ მომთხო შენ ღვინოზე იქნები კიო ღვინოზე დავდივარ უთუოდ სულმა გამცნოთ ეს ჩვეულებრივი შეკითხვა და ბევრგან ხდება კალმასობაში დრო საპასუხო შეკითხვაც არსებობს რა ქვია ამით ამოწმებენ ერთმანეთს რომ აბა რა გულით ახარ მოსული ამათ რა თქმა უნდა კეთილმაო და ამაზე გაიხარა წინამძღვარმა და უთხრა დამძანდია
ეხლა ვახშამს მოვამზადებთ, მაგრამ წინამძღვრს მეცნიერების მოყვარული კაცი გამოდგა, რა თქმა უნდა. მანამდე მოდივა კატეგორიაზე და დიალექტიკაზე ვილაპარაკოთ რამე უთხრა რა, აქან ეგრეში ხო და დასხდნენ და დაიწყეს ლაპარაკი. შეყვნენ ამ ლაპარაკს და სურაბამ თქვა, რომ ეს ვახშამი გაწყობილია და მონასტერსო ტყვილი ხარჯი მოვა, იმიტომ რომ 4 შაბათი თენდება და 12-ს რო გადაცდება, ამას ვეღარაფერს ვერ შევჯამთ. დავსდეთ ეხლა და მივიღოთ ესა. მართლაც დასხდნენ და ყველას თავის დარდი აქვს, ხო იცი და წინამძღვარსაც ჰქონდა თავისი დარდი ხა. კი წინამძღვარი იყო და მოშორებული, ასე რომ ვთქვათ εμას, მაგრამ შენ თუ იცი, კიკო იცი, კიკო, ეს სიტყვა ამოიჩემა და უმეორებს, კიკო იცი, კიკო და ეხლა მან როგორც ნასწავლმა კაცმა კიკო იცის ქართულად არის ტუზი რა, ბანკოში, კარტში ხო. მეორე იცის რომ კენს ნიშნავს და არა, სხვა კიკო იციო, სხვა კიკო იციო შენ. 9 წვენა კიკო იციო შენ, უთხრა. ეხლა ეს თან მონასტრის კაცია და უთხრა 9 წვენა ვიცი რაც არისო, ჩვენო მარხვაშიო შობის წინადღესაო და ნათლისღების წინადღესაო რაც რამ სამარხო გვაქვს, უფრო 9 თუ გვაქვს, ერთმანეთში აურებთ და ისე ჭამთხოლმე საღამოსო. ხო და ეგ არისო, ჩემი შვილი არის ეგეთი, უკვე მე-9 გვარი გამოიცვალა ესე ამბობს. რათ არ მოწონდა იმის გვარი რა იყო არ ვიცი, მაგრამ აიო მთელი შეარც ხვინა მთელი საგვარეულო. კიკო გავრცელებული სახელი აღმოსავლეთ საქართველოში ხო და ჭეშმარიტადო იოანე მუთხრა მეორეთ მოსვლის ჟამში ვარ, თორსა შვილები და შვილიშვილები უფროსებს აღარ უჯერებენ და საერთოდ აქ ნეკრეში იოანე ამოვიდა საბუედან. იქ ზეგი ამ საბუეში რო ჩავიდა, იქ იყო ნოდარიშვილი, ჩოლოყაშვილი. ყველგან მას ჩოლოყაშვილები ხდებიან, იმიტომ რომ ახმეტაა და მატანი და ხო და იმან გადაწყვიტა რომ ფლავი მოეხარშა პატივიეცა ამისთვის და ბევრი ხალხი წავდა გარშემო რა ქვია და აბა ფლავი და ელოდებიან და მოიტანეს ეს ფლავი და მძაღია რა. 30 კაცი სუფრაზე ზის და მარტო ეს მოურავი ჭამს ეს ნოდარიშვილი, სხვას არავის რა ქვია, ის არა აქვს. ამის ისა და ბოლოს გამოიხედა რომ ამოათავა თავის თვით და თქვენო არავის გიჭამიათო და ერბო მძაღე იყო ამათ უთხეს ვერავ ჭამეთო და მერე შენ რანაირი ბერი ხარო კაცი ჭამო გაფუჭებულ საჭმელს და არაფერი არ მითხარი. რა ვიცი მე მეგონა თქვენო მიჩვეული იყავით ამ პირში გემოახო. მაგრამ აქ საინტერესო ზარი აქ გადასვლა ეს ნოდარიშვილი ყოფილიყო დიდოში მოურავად. ხო ზურავ ამოთხა თქვენო დიდოს ნამოურავარი ხართო დუმა იქ აგაკეთ ნაჭამიო, ბევრი ცხიმიო, ქონიო, ხინკალიო, ამაში ხართ გაჩვეული და ეგ ჩვენი გემოები სულ არის და მე იქავი ყველაფერი მე მძაღებავ. აი ესე მოკლედ უთხრეს რომ ხო გვაჭამევ ეს მძაღე ისო რომელიც არ უჭამიათ, მაგრამ მაშინ ერთი ურემი ღვინო გაგვიგზავნე ქვათახეს და გაგიგზავნე თუ იმან უთხრა იოანე უკვე სახელიანი კაცი იყო კახეთში. საერთოდ ამ დროს როგორ არის თო კახეთი წამომდგარი არის უკვე ამ მე-19 საუკუნის დასაწყისში. ეხლა როგორ იყო მთელი ის დრო, ერეკლე ჯერ კახეთის მეფე იყო, მერე მამამისი რო გარდაიცვალა და ორივე სამეფოები ხო გაერთიანდა და კახეთში იშვიათად იყო ხოლმე, მაგრამ სულ ჰქონდა ჯავრი. ერეკლეს პირველი დარდი ხო იყო რომ მოსახლეობა დაემაგრებინა როგორმე და ეს ამ ლეკიანობას ამიტომ ასე ებრძოდა რომ როგორმე ადამიანს სოფელში მკვიდრი ის ქონოდა ამიტომ. რა თქმა უნდა უცხოელებიც მოყავდა რა ქვია ჩვენი სამეზობლო ქვეყნებიდან და სახანოებიდან ყველანაირ და ქართველებსაც სტივობდა ბევრჯერ ქართლიდან გადაუსახლებია იქიდან სადაც ცოტა სიჭარბე შეუმჩნევია ეს ყველაფერი აღწერილი არის ერეკლე ერთხელ თბილისიდან წამოვიდა ძალიან დიდი ამალით კახეთში დიდხანს არ იყო საერთოდ თუ საომარი არ იყო ძნელად გამოდიოდა იქიდან კახეთისკენ წამოვიდა და იმით იყო ეგ საინტერესო რომ ახლდა მაგას ეს გერმანელი იყო გულდენშტატი რომელმაც აღწერა დაგვიტი სხვა გერმანელებმაც დაგვიტოვეს და ერთმა რუსმაც ეს და იქ აღწერილი აქვს ამ გულდენშტატს სად რა მდგომარეობაა როგორ არის მაგათ უცა აი ფლავს ხო ჭამენ და ბრინჯი თურმე ძალიან გავრცელებული იყო სანამ აირეოდა საქართველოს ივრისპირებზე ადრე მოყავდა და ეხა ეს ივრისპირები სულ გავდაბურებული იყო და ძალიან წუხდაო აქვინ დავამაგრო აქვინ დავასახვა სანამ არა ყველაზე შთამბეჭდავი იყო ამ მოცხოლებმა რაც ნახეს და ჩაიწერეს ქიზიყი და ვაქ იმიტომ ეს ისედაც დაცული ხარე იყო თვითონ ამ ხალხიდან და იქ აგებულ ცხოვრების რაღაცნაირ აგებულებიდან გამომდინარე ამ ლეკებსაც პირაქეთ უტევდნენ ხოლმე ეს ისე რომ ვაქირში შეიძლებოდა და ერეკლე ერთი 10 დღე დარჩავი მე იქიდან წამოვიდნენ თელავში და თელავში
თელავიც მეერე მომაგრდა, იმიტომ რომ რა იყო, ძველი გალავანი იყო, ახვახიშვილების კოშკიო, ყორჩიბაშვილების კოშკი, სასამისი ყმების ხოლმე თვითონ რაღაც ხოლმე. და ბატონის ციხე რა თქმა უნდა ეს იყო შიგნით და ას თუ მოვლი პატარა კოშკით რომელიც ერეკლე ჩერდებოდა ხოლმე. ეგეთი იყო კახეთ, მაგრამ ამ დროს უკვე ნელ-ნელა ძალიან ესეთი იყო, რა ვქვა, წამომდგარი და ეს უფრო უხვი-დახვედრა და უფრო მეტი შემძლე ხალხია ვიდრე სხვაგანი. ივანეს უნდა და ალაზანზე გადასვლა, ალბანში უნდა დაასვლა. სეხონა ვერ გადავიდა და მე მობრუნდა ახმეტანში და იქ ნახა ცნობილი კაცი, სახუთცესი კაიხოსრო ჩოლოყაშვილი რუსეთში ნავარ თან პოლიტიკოსი, თან ასეთი რა ვქვა, სახელმწიფო მოღვაწე რა თქმა, მოხელე ესეთი ისა ჩოლოყაშვილსაც ნანახი ყავდა ესა რა ვქვა. საერთოდ ჩოლოყაშვილები და კახეთი ეს ესეთი რაღაცა რომელი ერთ უნდა ჩამოთვალო ბიძინა, რა ვიცი მე რევაზი, ბაჰრამ ჩოლოყაშვილი, შერმაზან ჩოლოყაშვილი, ნუ კახეთი და ჩოლოყაშვილები ეს ერთია რა ქვია და ყოველთვის ეხავ რა ქვია, კახეთიო მეფეზე დგას და მეფე ჩოლოყაშვილებზე დგას. ივანე უკვე ცნობილი კაცი იყო კახეთში, 2 დღის ცნობილი იყო, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეხადაგა ალავერტში. ეს როგორ მოხდა და რანაირად არ მოხდა არ ვიცით, იმიტომ რომ აი ამ ივანე ბაგრატიონის ხუმარ სწავლის მე-15 რვეული დაკარგულია. ვიღაცას ამოუხევია, ლანძღვაც წერია, ვინც ეს ამოხია. სადაც ალბათ ეს ამბავი იყო გადმოცემული და ეთყობა იქ დიდ იმაში რა ქვია, დავაშით შევიდა იქ მომსმენებთან და იქ აურ წინამძღვართან და რაღაცა იყო, მაგრამ ბევრი ხალხი ესწრებოდა მის ქადაგებას. როგორც ჩანს, ქადაგება იყო ბევრ საკითხზე და იყო მათ შორის ქეთევან წამებულზე, იყო ქვრივ ქალებზე როგორც ჩანს, იყო შაჰ-აბასზე და მთელ ამ ისტორიაზე და ბევრ ასე თქვა ზნეობრივ საკითხზე, იმიტომ რომ იქ რაღაცა აირდაირია, მაგრამ ამან ივანეს ძალიან გაუთქვა სახელი, უცბათვე, იმიტომ რომ ეს საგრძნობია და ეს რა ქვია შემოსაწირი მონასტრისთვის აი ესე მოდის და მოედინება, სადაც კი მივა დიდი სიყვარულით ხვდა. ზოგი დიდი სიყვარულით, ზოგი აი ესე რა ქვია ხუმრობით და შაყირით და გამით როგორც ჩოლოყაშვილი. შენო ისე იქადაგებ ალაზანს რატ ვერ გადახვედი, ანაფორა ვერ გააფინეო და ზედ ვერ გაიარეო, იმიტომ ანუ ისეთი პატიოსნებით და მორალით ამან იქადაგა და ისეთი მაღალი რა ქვია მოთხოვნები დააყენა რომ ამართო შენ წმინდა იყოფ რაღაცა ეს იქ კიდე არის რა ქვია ელია წინასწარმეტყველზე ეუბნება რომ ცალში ხო არ დააგრუხო რაღა. მოკლედ ამ ჩოლოყაშვილმა აი ხუი და იქაც მაინც გამოვიდა სამეცნიერო ლაპარაკი ნალექთან დაკავშირებით, მაგრამ ეს რაღაცზე ჩაიარა, იმიტომ რომ უფრო კიდე სხვა ლაპარაკი იყო წინა. მატანში იმედით მოვიდა ივანე რომ იქ ღვინოსი შორიდა და ახლა იქ ჯიმშერიშვილი მოურავი. ეს იყო ჯიმშერ ჩოლოყაშვილის შვილი. ჯიმშერი თვითონ ცნობილი კაცი იყო ერეკლეს ომებში ნაომარი, ერეკლეს თანამდებობებზე ნამყოფ, მაგრამ სულ რაღაცა გახლართული აი ამბებში ხო და ეს კეთილი კაცი დაუხდა და პირდაპირ უთხრა ივანე რომ ღვინოზე ვართო თუ დავეხმარებით და ამაო ეს ამბავი არც ახალია და არც გუშინდელი და სულასია. თავის ეტყვეთ მატანში და ღვინით ვერაფრით მოგეხმარებიო ამან უთხრა და ისე თუ რამე გამომივა კი ბატონო, ამაზე ზურაბა გამზადებული იყო და უთხრა რომ უბე ყოველთვის ღია გვაქვს, რასაც გავიჩხრია და მაგრამ ის კაცი ეხა ფიქრობდა რომ ეს ეტყვა და მოაყოლა ივანეს ეტყვაზე რა ქვია. ფიზიკის ნასწავლი კაცი ხარ, ფიზიკა ნასწავლი კაცი და გითხარი რამე ამ ეტყვისა და ივანემაც მოახსენა ეტყვაზე, მოკლედ და ჭკვიანობა. მე კი როგორც არის ხოლმე მოიღეს სადილი, მაგრამ ივანემ გამოიჩქარა იქიდან, ფიქრა ვალის ყურში წავალ იქ ვიშოვიყვინოსო რა ქვია. მაგრამ გზაზე რომ მოდიოდა ორი ფშაველი შეხვდა. ერთს ქმეოდა ყაყიდა და იყო ქადაგით. შაველებში ხოლმე. ამ შაველებმა იცნეს. ის არა ხარო შენ ალავერტში რო იქადაგაო. კი ამან უთხრა მე ვარ. რაც მე ალავერტში მივიდა, არც ერთ ალავერტელს ეგეთი სიტყვები ჩვენთვის არ უთქვამს. შენ ყოფილიყარ ჩვენი ეპისკოპოსი. ამაზე ივანე ძალიან წუხდა, იმიტომ რომ მერეც ეუბნებოდა, ხოლმე შენ აღარ ჩვენი ეპისკოპოსი. განსაკუთრებით თის ხალხი, რომელიც უფრო ლაღად უყურებდნენ და არ იცოდნენ ეს იერარქიული ამბავი. არა ბატონო, არა, ერთ შეკითხვა მაქვს, მე ხა ფშაველი კაცი ვარ და
ქეთევან დედოფალზე რაც მოგვიყევი, ასევე ეწამა ჩვენთვის, ასევე რა ქვია. ქართველებისთვის თავისი სისხლი დააქციაო. ლაშარისა წამდა მაგასო. როგორ არ წამდაო კაცო? ლაშარიო, ეგო არისო ლაშა გიორგიო. ლაშა გიორგიმ გააქრისტიანად თქვენო და თვითონაც ფშავში მარხია. ეს კიდევ გვარით ლაშა გიორგის ქალი იყო. საერთოდ ლაშა გიორგის თქვენ ძალიან იმედებოდით, თავის უნჯყმებად მიაჩნდით. ეს უნდა მოიმაგროთ და სულ გახსოვდეთ. ლაშარზე რო წირავთ, იფიქრეთ რომ ბაგრატიონების ხართ. ეს მეორე თემა შემოდის, კიდე ეს არის დრო, როცა ბაგრატიონების დღეები, ეს 1000-ლოვანი ჩვენი ამბავი ილევა საქართველოში სამუდამოდ და ეს წიგნი დაწერილია ტახტის ერთ-ერთი შესაძლო მე ყოველ შემთხვევაში მემკვიდრის ძმის მიერ. ეს რა ქვია თვითონ იოანე კიდე არის სამეფო კარზე განცდილი კაცი გიორგი მე-12-ს და მის შვილებთან ერთად. ამიტომ ეს მინიშნება რომ ბაგრატიონები კარგია, არ უნდა გავტყდეთ, ეს უნდა გაგრძელდეთ. ეს სულ არის ამ წიგნში. შესაბამისად ახაც ეს არის, მაგრამ იმან ფშაველებს კიდე სხვა ამბავი აინტერესებთ. ეს ჩაღამაზიო ხო იყო და მთელი საქართველოს ფშავში არ იყო? იცი რა ამან თქვა, კახეთი რომ მოაოხრაო და დაწვაო, თქვენსკენაც იყო 100,000 კაცი წამოვიდაო. ეს ესეთი რა ქვია, ძალიან საინტერესო ციფრებით ლეგენდარული ამბავია ძალიან. ერთხელ ხო გამოაბრუნეთ და მეორე თო შუა ფხოზე დაბლაო ქვები რო აწყართან დიდი ქვები იქ მოვიდენო და რო წამოესწრნენ ფშაველებო ჟინვალის ხიდამდე კაფეს და კაფეს ასეს დიეს გამოაქციეს ისე რომ ერთი თო წყალი არის მებოდა ესეთი წითელი და სისხლიანი იყო და აკეთი კიდე სულ გვამები ახლა ესეც ქეთევან დედოფალის ძალითქენი თქვენ მოკეთ ეს მახსოვრობა და ეს ცდილობდა რომ ეს რა ქვენ ჩაედო მათთვის თავში და შენ თვითონ სადაური კაცი ხარო მე ქვათახევიდანო ესე დავდივარ საშუალზე ჩვენ მოგეხმარებითო ამათ უთხეს არალად იცოდეთო რომ თქვენ მონასტერსო ერბო და ყველი ჩვენგან ექნებაო ორ ვირს გამოგიგზავნითო ჩვენითო თქვენ წავდით თქვენ ასეთ კბილად ამღაყიდან მასე იმას უკნა რა ქვია ყოველთვისო შენ დაიმახსოვრო მე ბაგრატიონებსო ყოველთვისო ბაგრატიონებისთვის ყოველთვის დავამწყალობებ და ესეც გულდამშვიდებლობით დაშორდნენ ამ კეთილ რა ქვია ფშაველებს მაგრამ მე მას ედო გზა ალვანზე და იქ დახვდა მაგას ერთ ცისკარიშვილი რა თქმა უნდა და ბევრი თუშებიც იყვნენ შეკრებილი და ისევ აინტერესებდათ ეს შაჰ-აბასის ამბავი უფრო წვრილად ანუ რაც იმან მოყვა იქა როგორ მოკვდავ ეგ საზიზღარე როგორ მოკვდავ და ისევ ჩვენი ლოცვითო და ღმერთის სამართლიანობით 80 ბიჭი დარჩა გოგოებს არ დაგითვლით ყველამ ერთმანეთს დახოცა ჩვენ კიდე აი ბაგრატიონის უყურეთ 5-6 წმინდანი გვყავს რომ ამ სიმაღლეს აგვიყვანა ღმერთმა ასე უერთგულეთ ბაგრატიონებს ეს ის არის რასაც მე მოყვება მთიულეთის აჯანყება კახეთის ეს რაღაც წიგნი ხო გვიანი წერება ეს წიგნი უფრო სწორედ ამ წიგნის დაწერა დაწყებული მაშინცა 1-2 აჯანყება უკვე მომხდარა რამდენიმე წინ არის კიდე რა ქვია აღმოსავლეთ საქართველოში თაშიც ბარშიც კახეთშიც მერეთა იმერეთში ეს შეიგრძნობა რომ ეს კაცი დადის და ამაგრებს ამ სისკარში მოვთხრა ერთი მყავსო და სამღვდელო თუ ამზადებ ხო და კარგი ნასწავლობა აქვს როგორც ჩანსო და ერთი გამოცადე შეხედეო რა. ელაპარაკა იოანე რაღაც გაესაუბრა და უთხრა რომ ამას ცოდნა უკვე კარგი აქვს, მაგრამ ამას არც ღდლობა უნდაო და არც თქვენთან ალვანში გაჩერება. ეს რო გაიგოს ის კარიშმა დაემხო. ეს კაცი არის ანგელოზი. ზუსტად ესე ვფიქრობ მე ამ ჩემს შვილზე. არც აქ უნდა გაჩერება და არც ღდლობა არ უნდაო. და შენ ახარ ჩვენი წმინდანიო, ძლივს წამოაყენა. მოკლედ დიდი მეგობრობა, დიდი სიხარულე. ახლა იქ ღვინო რა თქმა უნდა არ იყო და შესაწირი და აჩუქეს ეს რა ქვია რამდენიმე თეთრი აჩუქეს და დიდი პატივით რა ქვია სულ აბა უყურებდა გაოცებული აი სიტყვას რა ძალა